ყულევის სპორტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება რადიო თავისუფლების ინფორმაციით ევროკავშირი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეყვანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში აპირებს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას, თქვა კობახიძემ ამ თემის ირგვლივ დასმულ კითხვაზე. ჯერ კიდევ წინა წელს გახდა ცნობილი, რომ მაკა ასათიანის ოჯახთან დაკავშირებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ პირველი რუსული ნავთობი მიიღო. დადექით საქართველოს გვერდით და მიიღეთ მეგობარი აქტი. საქართველოში 125 პოლიტიკური პატიმარია. ერევანში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად ქართველმა ქალებმა აქცია გამართეს. ჯეიდი ვენსი სომხეთში დღეს ჩავიდა, ის ფაშინიანს შეხვდა. ქვეყნებმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი. ვენსი ხვალ აზერბაიჯანს ეწევა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი რუსული სანქცირებული ტანკერი დააკავა. ცნობილია, რომ გემმა გაქცევა სცადა. მაგრამ ამერიკის სამხედროებმა მას კარიბის ზღვის აუზიდან ინდოეთის ოკეანემდე დაედევდნენ და დააკავეს. პუტინის მიერ დაჯილდოებული ყოფილი პატიმარი არბატის ბატალიონის მეთაური უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მოკვდა. კასპარიანი MMA-ის ყოფილი მებრძოლია, ეს 2019 წლის ოქტომბერში მოსკოვში კაფეში ძარცვის მცდელობის შემდეგ დააკავეს.